ეხლა კი ნებამიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩემი პერსონაჟი, კოლორიტული პიროვნება ბატონი გრიშა ონიანი. მოგესალმებით ყველას ჩემო ძვირფასო ხალხო. ილოცავ დამტეკ ახალ წელს. გეხაროთ, გემრავლოთ და გემოდიეროთ ამი. აი ასეთ მილოცავს ვაპირებდი რომელიმე ტელევიზიით. მაგრამ არცეთ მარ გამომიყვანა. ვის ჩალია ამისთვის? მიდის გაუთავებელი დებატები. ვინვის გადაულის და ვინვის უწირებს ყოფის ჟამს. ჭკუის და აზრის კი არა, ბოღმის და გესლის თხევაშია შეჯიბრი. გელაპარაკებით აი ამ დებატებში ფიფქია და თოვლის პაპა რომ დასვა 10 წუთში ისე წააჩხუბებენ სახალხო საჩუქრებს ერთმანეს დაალეწევენ თავზე. ერთხელ მეც მიმიწვიეს ასეთ საინტერესო დებატებზე. ასე მითხრეს საინტერესო დებატები გვაქვს ევროპული და ქართული ტრადიციებია. გამიხარდა კაცო ქართულ ტრადიციებზე დიდი შემოვნებით ვისაუბრებ მეთქი. მოემზადე და წავედი. მივედი. დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო? ატყდა, მაგრამ რა? ერთი ვაი უშველებელი. გამიშვი და არ გაგიშვებ. ყველა ერთად ლაპარაკობს და არავინ არავის უსმენს. გევიდა ამ უბედურებაში საათნახევარი და მიკროფონით წამყვანი მომადგა. ბატონო გრიშა, 3 წუთი დარჩა გადაცემის დამთავრებამდე და თუ შეიძლება რამე გითხარით ქართულ ტრადიციებზე. მე ვთხარი, შვილო, იაპონელი თავის ერთ უბრალო ტრადიციას, ჩაის დაყენებას 4 საათს უთმობს და მე ჩემი 3000 წლიანი ქვეყნის ტრადიციები 3 წუთში რაფერ ჩამოგიყალი მომეთქი. მოკლედ, სკანდალური, თუ რა ხარ არავის აინტერესებს. ეხლა რომ ვთქვა მისთვის ექსკლუზიურად სკანდალური თემა მაქვს სახელწოდებით სექსი სვანეთშიო. 3 წუთს კი არა, 3 საათს დამithomდნენ და კაცეობა იქნებოდა ჩემზე. ამ თავისუფალ სექსზე საუბარი აღარ გათავდა, კაცო. აცხონოს მეთქვა დიდებული კაცი, ბატონი ოტია იოსელიანი, დიდებულად ბრძანა. რომ ამეიჩემეს ეს თავისუფალი სექსი და თავისუფალი სექსიო. ამით ახლა ეკონომიკა აყვავდება თუ სოფლის მეურნეობა. ბევრი ამით ნაბიჯების საავადმყოფო მე იმატოს და მაგ ბატონო ისენა კალკულია. სიტყვა და კაცი. ამოთმა კაცო, ბოზობას დაავდეს თავისუფლება. ამ დროს ხალხს ეჭირდება პოზიტივი და არა პოზიტივი. უკაცრავად ბატონო, მაგრამ ჩვენ ამერიკელებისაგან თავისუფალი სექსის სიყვარული კი არა. თავისუფლების სიყვარული უნდა ვისწავლოთ. ეს სხვადასხვა რამაა ბატონო. ეხლა კაცი რომ დაუგვიდეს, ამ ტელეეკრანებზე სულ ერთი და იგივე ტიპის ქალებია. ის ვინც უკვე გაიხადა, ამჟადა გაიხადეს. ერთი და იგივე კონტინგენტია. მრავალ კაცს გამოვლილი და მრავალ ქმარ გამოცვლილი ქალებიშა. მრავალშვილიანი და შვერშად ნახავ. არა ბატონო მოდაში. თანაც ამ სექსზე გაუთავებელ საუბარს იმით ხსნიან, სხვადასხვანაირად ევროპაში არ მიგვიღებენო. ისე დაგიმშვენ და წვილი ეგ მაღაზია არ იყოს დამოკიდებული. ბიჭო, ეს ევროპა ხმამაღლა ამბობს, რომ მე ბატონო თქვენ ტრადიციებს არ ვეხებიო და შენ ჩემიანი რომ ხარ. რატომ კიდე დამაჯერო რომ მამული ენა სარწმუნოებას უმამულობა, უენობა და ურჯულება სჯობსო. გამოგედი. არ გამოვა ბატონო ეს. მე თუ ვკითხავ, რაც ხან ამბეტანი არასწორად გვაქვს გააზრებული ეს ევროპის მიმართულება. რაღა უკანა კარიდან მიძვები ამ ევროპაში შედალოცული. სადარბაზო და შესვლა შეიძლება? ამის ქვასაც ვაპირებდი ტელევიზიით, მაგრამ ვინ გისმენს, ვინ გიშვებს? დაცხდებიან ტელეწამყვანებთან ეს პატარა გოგობიჭები და ვისთან რა უკეთებიათ, ყველაფერს სახალხო ტყვებიან. ადრე კაცო, ახსარებას მოძღვარს აბარებდნენ, ახლა ტელეწამყვანებს აბარებდნენ. რეალობას მოწყვიტეს ახალგაზრდობა. ზოგი სკაიპშია და ზოგი კაიპში ბატონო. აინდა რა უბედურება, დედაენის ასეთი წაბილწვა შეიძლება? რაც არ უნდა კარგი ტელესერიალი თუ ახალი ქართული ფილმი იყოს, ტელეეკრანიდან გინების ისეთი ნიაღვარი მოდის, 6 შვილი მყავს და ეს ორი ხელი რომელი ერთ წავაფარო ყურებზე აღარ ვიცი ბატონო. შივა ხომ არ ვარ, ვახელი მქონდეს. გრიშა ვარ ბატონო, გრიშა. და რას გეტყვი თუ იცი? არც ქართლის დედას და არც ქართულ ენას არ ანებებ თავს. ჭკუით იყავი, ხალხს ნუ გადარევ თორე. შვანებს ერთი ასეთი გამოთქობა აქვს. კოჭი თუ ხარ, ჟარეულს ნუ ეტყვი, ყურებზე ხახვი არ დამაჭრაო. თორე ხალხსაც დაგაჭრის და ბოლოქსაც გაიკეთეს პირში. ასია ეს. ხება ძირფასო ხალხი.
ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ არ მინდა ახალი წელი მოდის და ამ ნოტაზე დაამთავროთ ჩემი გამოსვლა. სიკეთე და ბედნიერება მინდა გისურვოთ, მშვიდობა და ჯანმრთელობა, შვილთა მრავლობა, ხვავი და ბარაკა, მეტი საყდრისი და ნაკლები ყაჩაღიანი. ჩემ გამოსვლას კი პოეტ ერეკლეს საღლიანის ერთი ლამაზი ლექსით დაამთავრებ. ფანტელი დიდზე დიდი და ციდა უხილავი ჩამოდის ციდან. ღმერთო ყველანი ახალ წლის ღამეს შენი ფრთების ქვეშ გულ და გულ გმალე ვიცი დაფარავ სიუხვეს ღვისა რასაც გავცემთ და გავიღებთ რასაც წრფელ გულს წრფელ ძრახვებს წრფელ ფიქრებს გჭირავთ სინდისი ჩვენი თუ გვამხელს ხშირად შლიდეთ ლამაზი ოცნების აფრებს პურის და ღვინის მადლი არ გაქრეს შეგვიტყვევისაც სიკეთის გჯერა აკურთხე ჩვენი ფუძე და კერა ჯამში ზედაშე წითლად რომ ღვივის მოგავს წმინდანის შანატრელ ღიმილს გაიხარეთ მე გეგეშკოვი